გამარჯობა, ეთერშია საზოგადოებრივ ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთსულენებამდე. მე გახლავართ დავით გალეგაშვილი, წამყვანი რუბრიკისა ქართული ცივილიზაციის წვლილი საკაცობრიო ისტორიაში. ეს რუბრიკა დაიწყო შარშან სექტემბერში. პირველ გადაცემაში მე განსაზღვრე ამ რუბრიკის მთავარი მიზანი და ამას შეგახსენებთ კიდევ ერთხელ. ინფორმაცია ქართველების შესახებ, რომელიც მოიპოვება ისტორიულ წყაროებში, როგორც ქართულში, ქართლის ცხოვრებაში, ან უცხოურებში, როგორც იყო ასურეთის მეფეების წერილობითი დოკუმენტები და სხვათა, ქართველებს გვიხსენიებენ უკვე 3000 წელიწადია. ჩვენ ისტორიის ფურცლებზე ვარსებობთ 3000 წელიწადი. აი ეს პერიოდი ითვლება ქართველთა ერის, ქართული სახელმწიფოს არსებობის დროდ. მანამდე ჩვენ ინფორმაცია არ მოგვიპოვება, გარდა რამოდენიმე თქმულებისა, როგორიცაა მაგალითად ამირანის შესახებ, ან ბერძნების ასეთი თქმულება არგონავტებზე. თუმცა მათ როგორც ისტორიულ საინფორმაციო ზუსტ ცნობებს ჩვენ ვერ ვითვალისწინებთ. მიუხედავად იმისა, რომ ის შეეხება ქართველებს, კოლხებს და იბერიელებს და მაინც ჩვენ თავს შემოვსაზღვრავთ არაუმეტეს 3000 წლისა. ეს არის დროის ერთი მონაკვეთი. რამოდენიმე წლის წინ უაღრესად მნიშვნელოვანმა საერთაშორისო კომისიამ დაადგინა და მთელ მსოფლიოს გააცნო, რომ საქართველოში, მარნეულში, გადაჭრილ გორასთან წარმოებული გათხრების შედეგად აღმოჩნდა 8000 წლის წინ მაცხოვრებელთა კერა, ქვევრები, სხვა ნივთები ადამიანთა იმ დროს არსებული ცივილიზაციიდან. ქვევრის არსებობამ და საერთაშორისო საზოგადოების მიერ მიღებულმა დასტურმა ჩვენ ქართველებს კიდევ მოგვცა 8000 წლიანი პერიოდი. ესე იგი ჩვენ გვაქვს დროის ორი მომენტი, ერთი 8000 წლის წინანდელი ქვევრი და მასში აღმოჩენილი ღვინის სიმჟავეები და წიფწები, ხოლო მეორე მხრივ ისტორიული დოკუმენტები, რომელიც არის 3000 წლისა. ჩვენ გვაქვს შუალედი, 5000 წლიანი შუალედი ამ ორ ისტორიულ მომენტს შორის. აი ეს ორი თარიღი გახდა მიზანი ამ რუბრიკისა, რომელსაც მე ვუძღვები და ამ რუბრიკის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ აღმოვაჩინოთ ჩვენი თავი ამ ბურუსით, სიბნელით მოცულ 5000 წელიწადში. გავიდა 9 წელიწადზე მეტი, ჩვენთან იყვნენ ისეთი დიდი მნიშვნელობის სტუმრები, როგორიცაა ბატონი ალიკო ცინცაძე, როლან თოფჩიშვილი და კიდევ ველოდებით სხვა დიდ მეცნიერებსაც, რომლებიც ნათელს მოჰფენენ აი ამ ბურუსით მოცულ 5000 წლოვან ისტორიას. რაც გაგვაჩნია ამ დროზე, ეს არის არტეფაქტები. მე წარმოგიდგენთ არტეფაქტებს, ერთი ეს არის ვანის დასავლეთ საქართველოს ცნობილი ქალაქის ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი კუს ყელსაბამი და შევეცდები რომ ეს ასე სურათებით წარმოგიდგინოთ. აი ეს გასული ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეა და აი ამ არტეფაქტს გააჩნია უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. თქვენ ხედავთ, რომ ის შედგება ბურთულებისაგან, ის ასევე მოიცავს 30 კუსას, ეს მცირე კუებია და შუაში თქვენ დაინახავთ ერთ დიდ კუსს. აი ეს არტეფაქტი შეიძლება ითქვას, რომ ადასტურებს, რომ ის შექმნეს ქართველებმა და საიდან დასტურდება ეს ყველაფერი? ამაზე ალიკო ცინცაძე უკვე გესაუბრათ და აღმოჩნდა, რომ ეს კუს ყელსაბამი 2500 წლისაა, მაგრამ შეიცავს ჰემატრიულ ინფორმაციას. აი მე წარმოგიდგენთ კიდევ სხვა სურათებს. ეს წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ხელოვნების ნიმუშია. აი ეს ერთი დიდი კუ, რომელიც შუაშია, ეს ნიშნავს ერთ წელიწადს. 30 პატარა კუ წარმოადგენს ერთ თვეს, 30 დღიან ერთ თვეს. აქ საუბარი უკვე მზის კალენდარზეა. ხოლო პატარა ბურთულების რაოდენობა 94-ია.
თქვენ შეგიძლიათ შემდეგ ეკრანზე ეს გადაითვალოთ და აქ საუბარია აი ამ ბურთულაკებზე. წარმოიდგინეთ, რას ქმნიდნენ ქართველები 2500 წლის წინ. აი ეს ბურთულები არის 94. სწორედ ეს მთავარი ჰემატრიული რიცხვი, რომელიც ბატონმა ალიკო ცინცაძემ აღმოაჩინა, ის ასევე არტეფაქტშიც მოიპოვება. თვითონ კუ ეს არის ჰემატრიული სიტყვა, აქედან მომდინარეობს ისეთი ტერმინები, როგორიცაა საუკუნე, აქედან მომდინარეობს ასევე უკუნითი და უკუნისამდე. საინტერესოა, რომ ამაზე კუსთან დაკავშირებით მის მნიშვნელობაზე მომავალ გადაცემებში ბატონი ალიკო ისევ გაგვესაუბრება ჩვენ, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ აი სიტყვა უკუნითი ჰემატრიულად ეს უდრის 88-ს, ორი რვიანია, ხოლო უკუნისი ეს 2 ცხრიანია. ესე იგი უკუნითი 88-დან უკუნისამდე 99-მდე მანძილს გვიჩვენებს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს ტერმინი, რომელიც ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიაში ყოველთვის გამოიყენება, ეს ყველასთვის ცნობილი ტერმინებია, ეს თურმე ქრისტემდელი პერიოდის ტერმინოლოგია და ის ჰემატრიული აზრის მატარებელია. აი კიდევ ერთხელ დატკბით აი ამ ხელოვნების ნიმუშით, რომელიც ვანში იქნა აღმოჩენილი. მე ეს წარმოგიდგინეთ, იმიტომ რომ განახოთ, რომ თურმე არსებობს ისეთი ჰემატრია, ისეთი არტეფაქტები, რომლებიც ჰემატრიულია ჯერჯერობით, ესეთი არის ეს ერთი კუსყელსაბამი, მაგრამ კუსყელსაბამი, როგორც მოგახსენეთ, ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნისაა. ესე იგი ის ჯდება იმ 3000 წლოვან პერიოდში, როდესაც ჩვენ თავს ვიცნობთ, ჩვენზე არსებობს ინფორმაცია და ეს პერიოდი არ არის ბურუსით მოცული. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ აი ეს არტეფაქტი არ გამოგვადგა იმისთვის, რომ უფრო სიღრმეებში შევსულიყავით წინა 1000 წლებში. ძველი წელთაღრიცხვის 3000 წლიდან ვიდრე 8000 წლამდე. მე ახლა მინდა წარმოგიდგინოთ მეორე არტეფაქტი, რომელიც 4500 წლისაა. მას არ გააჩნია ჰემატრიული ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ქართული არტეფაქტია. ეს არის წნორთან წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ლომის ოქროს ფიგურა. აი ეს ოქროს ფიგურა 4500 წლისაა და ჩვენ მომბობთ, რომ ვინაიდან ის აღმოჩნდა წნორში, ეს ქართული არტეფაქტია. თუმცა ამის დამტკიცება ჩვენთვის ჯერჯერობით შეუძლებელია. რატომ არ შეიძლება რომ ეს იქ სხვა ადამიანებს ეცხოვრათ და მათ გაეკეთებინათ. ამიტომ აი ეს არტეფაქტები, რომლებიც უკვე უფრო ძველია ვიდრე იგივე კუსყელსაბამი, ჩვენ მხოლოდ იმედს გვაძლევს იმისა, რომ ის ქართული არტეფაქტია. და ეს წარმოიდგინეთ, რა თქმა უნდა, ეს ქართულია, ამას ჩვენ ვადასტურებთ კიდეც, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ დავარწმუნოთ მთელი საზოგადოება, მსოფლიო საზოგადოება იმაში, რომ ჩვენ არა მარტო 3000 წლისერი ვართ, არამედ ვართ 8000 წლისერი, ამისთვის ჩვენ გვჭირდება სხვა უფრო მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. ეს აქაც შეგიძლიათ დატკბეთ ამ შესანიშნავი ლომის ოქროს ფიგურით, რომელიც კახეთშია წნორში აღმოჩენილი. ეს არტეფაქტი უზურპასესია საქართველოსთვის. პირადად მე ჩემ ოჯახს გაგვაჩნია აი ეს ჯოხი, ასევე არტეფაქტია ჩვენთვის. ამ ჯოხით ჩემი ბებია 70 წლის წინ პოლიტიკურ თუ ფიზიკურ რუკაზე აჩვენებდა ვისაც თავის შვილებს ოკეანეებს, კონტინენტებს, სახელმწიფოებს, კავკასიონს და სხვა გეოგრაფიულ მოცემულობას. აი ეს რუკები, რომელსაც ახლა მე მოგახსენებთ, არის ორგანზომილებიანი რუკა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვხედავთ ორგანზომილებაში დედამიწას, მის კონტინენტებს, ოკეანეებს და სხვა ბევრ რაღაცას, რომელიც გვაინტერესებს. ახლა კი ჩვენ გადავალთ უკვე რუკაზე, რომელსაც მე ვეძახი სამგანზომილებიან რუკას, რომელიც აგერ ჩემგან ხელმარჯვნივ მდებარეობს და ეს არის ქართული ასომთავრული ანბანი. აი ეს რუკა მინდა გაგაცნოთ როგორც სამგანზომილებიანი ისტორიული და უაღრესად დიდი ინფორმაციის მატარებელი წყარო, რომელიც ადასტურებს და დაადასტურებს უკვე მომავალში მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ 3000 წლისედი კი არა ვართ, არამედ ჩვენ ვართ მრავალათასწლიანი, შეიძლება ითქვას 8000 წლიანი ერიც და ქვეყანაც. და ამაზე ჩვენ ისევ გადავალთ და მოვუყვებით იმას, რასაც წინა გადაცემებში გითხრობდით.
აი ეს რუკა წინა გადაცემაში მე აღვნიშნე, შედგება ასეთი ინფორმაციისაგან. აქ მოცემულია 35 ბგერის ამსახველი ასონიშნები. აი ეს 35-ვე ასობგერა აქ არის შემდეგი პარამეტრებით წარმოდგენილი. აი ანის შემთხვევაში ეს არის თვითონ ასონიშანი ანი, მისი გრაფიკა, რომელიც მთვარეს ნიშნავს, მისი სახელდება ან, ქვემოთ ფერმკრთალი ციფრი წერია, ეს არის მისი რიგითი მნიშვნელობა, რიგითი ნომერი, ანუ თუ რომელ წკრივში რომელ ადგილზეა ის განთავსებული, ხოლო მეორე მხარეს ჩვენ გვაქვს მისი რიცხვითი მნიშვნელობა. რომ წარმოვიდგინოთ, აი ესე რომ გავყვეთ, ანი პირველია, ბანი მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მე11, მე12, მე13, ვიდრე ჩამოვალთ 20, მე15 ჯანამდის. აი ეს უკვე წკრივში ყოველი ფერმკრთალი ციფრი გვიჩვენებს ადგილს, ნომერს ამ თითოეული ასონიშნისა. მეორე რიცხვი ეს წარმოადგენს ასონიშანის რიცხვით მნიშვნელობას. პრინციპი ასეთია. ეს უკვე არის, ეს თუ იყო რიგით პირველი, რიცხვითი მნიშვნელობა მისი არის 1, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 10 შემდეგ უკვე იწყება თვლა ათეულებით. 10-ის მერე მოდის 20, 30, 40, 50, 60, 70, 80, 90, შემდეგ მოდის ეს ცნობილი რაე, ყველაზე დინამიური ასონიშანი, დედამიწაში არსებულ ასონიშნებთაგან, რომელიც მნიშვნელობა უკვე ასეულებში გადადის. ეს არის 100, იწყება ათვლა უკვე ასეულებში, 100, 200, 300, ვიდრე 1000-მდე, შემდეგ 2000, 3000, 4000 და ის ასე მთავრდება ჯანით 8000-ით. შემდეგ ფარნავაზის დროს ალბათ მცირეოდენი რეფორმის შედეგად მას დაემატა კიდევ ჰაე, რომელიც გამოეყო მერვე ჰეს და გადმოვიდა, აქ დარჩა ჰეთ და გადმოვიდა როგორც ჰაე, ის უკვე იყო 9000 და ასე 10000-მდე შეავსო აი ეს რიცხვითი მნიშვნელობა. გარდა ამისა, მას თქმა უნდა, ჰქონდა სხვა დიდი დატვირთვაც, ეს იყო 36 და ის ამისთვის გაკეთდა კიდევ, ამაზე უკვე ალიკო ცინცაძე მისაუბრა თქვენთან, მე ახლა თქვენ დროს არ დავკარგავ. ეს წარმოგიდგინეთ ასომთავრული ანბანი და შეგახსენებთ, რომ აქ ჩვენ წინა გადაცემაში წარმოგიდგინეთ მთვარის კალენდარი. მთვარის კალენდარი ეს იყო შუამდინარეთის, იგივე მესოპოტამიის დაბლობის კალენდარი, რომელსაც გამოიყენებდნენ შუმერები, შემდეგ აქადელები და ბაბილონელები და ასურელები. აი ეს მთვარის კალენდარი მინდა შემაჯამებლად კიდევ ერთხელ წარმოგიდგინოთ და გითხრათ, რომ მთვარის კალენდარში გამოიყენება ქართული ასონიშნების სახელდება. მე გავიმეორებ წინა გადაცემიდან რამოდენიმე მომენტს, მაგრამ აქ უფრო დაწვრილებით გეტყვით თუ რას ნიშნავს. ესე იგი, წინა გადაცემაში ჩვენ თქვით, რომ ანით სახელდებულია 21 დღის აღნიშნული დღე. აქ გვაქვს 13 ასონიშანი, რომელიც უშუალოდ ანით სახელდებულია, ეს არის ან, ბან, გან, თან, კან, მან, ჟან, სან, ქან, ღან, ცან, ხან და ჯან. აი ეს რო გავყვეთ, ან, ბან, განით იწყება, მხოლოდ ანზე რომელიც მთავრდება და შემდეგ ის მთავრდება ჯანით. შუაში მთლიანად ანბანში ჩვენ გვაქვს ასეთი 13 ასონიშანი, მათგან ერთ-ერთი არის ანი. ამას თავისი მნიშვნელობა გააჩნია და გეტყვით რა მნიშვნელობაც არის ეს. მთვარის კალენდარი განსხვავდება მზის კალენდარისაგან იმით, რომ თუ კი მზე აითვლება დღეებით და ეს 30 დღე არის, მთვარის კალენდარი ასევე დღეებით აითვლება, მაგრამ ის არ არის 30, ის არ მრგვალდება 30-ზე. მთვარის ერთი დაბადებიდან ვიდრე მეორე დაბადებამდე არის 29 ნახევარი დღე ღამე. ეს ნიშნავს, რომ მთვარის კალენდარის 12 თვე აღნიშნავს არა 365 დღეს, როგორც მზის კალენდარის შემთხვევაში, არამედ ეს აღნიშნავს 354 დღეს მხოლოდ. აი 354 დღე საკმარისი არ არის იმისთვის, რომ წელი შეიკრას, ამიტომ ხანდახან გამოიყენება მთვარის 13 თვიანი წელიწადი და ამისთვის მე-13 თვე ემატება. აი ზუსტად იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს ჩვენ წელიწადთან, რომელიც მთვარის წელიწადთან, რომელიც 12 თვიანია, ჩვენ გვაქვს სახელდება თვისა დაწყებული ანით, ბანით, განით,
ასე ანით სახელდებულია და ის გრძელდება ვიდრე ხანამდე, აი ეს მე-12 თვიანი მთვარეში და როცა 12 თვიანია ხანი მთავრდება, მაგრამ როცა ის არის 13 თვიანი, მაშინ ემატება უკვე ჯანიც. ამიტომაც სახელდება უშუალოდ ან სახელდება ეს იმიტომ არის 12 და 13, რომ მან გასაზღვროს თვალის თვეების რაოდენობა. როცა მას ემატება ჯანიც, ესე იგი ის ნაკიანი მთვარის წელიწადია და ამიტომაც ამას ასე უწოდა ბატონმა რამაზ პატარიძემ ამ საოცარი ქართული ესომთავრულის აღმომჩენმა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ნაბიჯი მთვარის კალენდარისა გავიარეთ. რაც შეეხება მთვარის დღეებს, ვინაიდან ის არის არასრული 30 დღე, 29 ნახევარი დღეღამი არის, ამიტომ ამ შემთხვევაში სახელდებით გამოიყენება 3 მარცვალი. ისევ და ისევ ანი, ამ შემთხვევაში ანი აქ 13 ისევ მონაწილეობს უშუალოდ ანით სახელდებული, მაგრამ აქ უკვე შემოდის შემდეგი ხმოვნებიც, როგორიცაა დონ და ონი და დონი ეს წყვილია ასეთი, ენ და ზენ ეს არის ენის წყვილი და კიდევ ეს ორ-ორი არის ონი და დონი და ენი და ზენის ორ-ორი არის და 4-ია სახელდებული ინით. ინი მეათეასო ნიშანია და ინით სახელდებულია ვინ და ასევე შინ და ჩინ. აი ეს ასონიშნებიც გვაქვს აქ შინი და ჩინი. შინი, ჩინი, ვინი და ინი. აი 13 სახელდებას როცა დაემატება ისევ ანით სახელდებული 8 ახლახანს წარმოდგენილი ასონიშნები, ჩვენ მივიღებთ 21 ასონიშანს. ეს არის 21 დღე მთვარის კალენდარისა. ამ 21 დღეს ემატება ხარით სახელდებული კიდევ 7 ასონიშანი, ესენია ხარ, ნარ, ტარ, ფარ, ყარ, ჭარ. და ეს 7 აქ მოცემულია მაგალითად ეს არის ნარი, ეს არის ტარი და ასე შემდეგ, ეს არის ხარი. აი ეს 7 რომ დაემატება იმ 21 დღეს, მივიღებთ მთვარის 28 დღეს. 28 დღე მთვარე ღამით მოჩანს ცაზე. და აი ეს დღეები აღარ იწყება სწორედ ხარ მარცვლით. აი როდესაც ჩვენ ვამბობთ მაგალითად თუ ვიტყვით ეს არის 2 ასონიშანით აღვნიშნავთ მაგალითად ვიტყვით ა და გ, ეს ნიშნავს რომ ა პირველი თვეა მთვარის კალენდარისა, ხოლო გ მესამე დღეა. ანუ პირველი თვის მესამე დღე იქნება აღნიშნული ასეთნაირად ა და გ. აი სახელდება ამაში გამოიყენება. 28 დღის გასვლის შემდეგ ერთი სრული ღამე და მეორე ღამის პირველი ნახევარი მთვარე ცაზე არ ჩანს. მეორე ნახევარი იმ მეორე ღამისა უკვე მთვარე იბადება თავიდან და იწყება მთვარის ახალი თვე. ამისთვის გამოიყენება 2 ასონიშანი. ეს არის ძილი და წილი. აქ ილ მართვალთან გვაქვს საქმე და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთვარის კალენდარს გადმოგცემს 3 მარცვალით, ანით, ხარით და ილით სახელდებული 30 ასონიშანი. აი ეს სახელდებები მთვარის კალენდარისაა. გარდა ამისა, ჩვენ წინა გადაცემაში გითხარით, რომ მერვე, მე-15 და 22 ასონიშნები ამოღებული არის დღეს მე-19 საუკუნეში გატარებული რეფორმის შემდეგ და მე მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ გაგახსენოთ, რომ ეს მთვარის ფაზების ცვლილების დღეებია. იბადება მთვარე, შემდეგ მე განახეთ წინა გადაცემაში აი ეს სურათი, სადაც პირველი სურათი ზემოდან, როდესაც ანია და მთვარე იბადება, მეორეა, როდესაც ჩამოვყვებით ქვემოთკენ, როდესაც მისი მარჯვენა ნაწილი არის განათებული, მე-15, როდესაც მთვარე სრულია, განათებულია სრულიად, 22 არის, როდესაც მთვარის მარცხენა მხარეა განათებული და შემდეგ ცანი ასრულებს ამ მთვარის თვეს და შემდეგ უკვე იწყება ძილის და წილის შემდეგ იწყება ახალი თვე. რა ასონიშნებია ასეთი? რა მნიშვნელობა გააჩნია? მაგალითად, როდესაც ჩვენ ვამბობთ ჰეზე, აქედან წარმოიშობა ჰაე. როდესაც ვლაპარაკობთ იოტაზე, იგივე იეზე,
ეს ასონიშანი რომ კონდეს მაგალითად ჩვენ ამას გამოვიყენებდით უცხოური სიტყვების გადმოცემის დროს მაგალითად როდესაც ვლაპარაკობთ YouTube-ზე ჩვენ ამას ვწვევთ როგორც EU და მე tube ესე იგი გვჭირდება I და U არადა ამ ნიშნის გამოყენებით ეს პატარა მოკლეი არის და ქვია E ჩვენ გვექნებოდა აი ამ ნიშნის გამოყენებით ზუსტად YouTube-ის აღმნიშვნელი ზუსტი გამოსახულება სამწუხარო რომ ეს ასონიშანი დღეს არ გამოიყენება ეს ადრე გამოიყენებდა როგორც სიტყვებში როგორიცაა დედაი, მამაი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ამოღებული არის. რაც შეეხება VS, ესეც უაღრესად საინტერესო ასონიშანია. ეს წარმოადგენს როგორც ნახევარხმოვანია, ის არც U არის, არც V. ის არის სადღაჩუაში, ნახევარხმოვანი და ნახევართანხმოვანია. მე მოგახსენებთ ახლა U-ს და V-ს ერთ მაგალითს მოვიყვან, რომელიც პატარა წარმოდგენაში გიქმნით ქართულ და მეგრულ ენას შორის არსებულ განსხვავებებზე. ავიღოთ ერთი სიტყვა, ქართული სიტყვა, ეს არის ხოკვა. აი, როდესაც ლოყას დაიკაწრავს ადამიანი, ამას ქვია ხოკვა. ქართულში გამოიყენება აი ეს ბოლოსწინა ასონიშანი არის V და მას ქვია ხოკვა. ეს ბგერა მეექვსე ასონიშანია V-ზე. მეგრულში აქ V არ გამოიყენება U. ანუ მეგრულად იგივე სიტყვა, რომელიც ასევე ნიშნავს გარდა დაკაწვის, ასევე ნიშნავს ეს პარსვას, ანუ წვერის გაპარსვას, იმას ქვია ხოკუა. ანუ მეგრელები სუფიქსად გამოიყენებენ U-ს, ქართველები გამოიყენებენ V-ს. საწინააღმდეგო მდგომარეობა, როდესაც წინ სართად გამოიყენება ქართულში U, ის უკვე მეგრულში ნიშნავს V-ს. მაგალითად, როცა ვამბობ ჩვენ ლამაზი და მას წინ დაურთავთ უარყოფის ნაწილაკს U-ს, მივიღებთ ულამაზოს. ეს უარყოფის ნაწილაკია, საწინააღმდეგო მნიშვნელობის მატარებელი სიტყვა ხდება უკვე, ლამაზი ხდება ულამაზო, ან ფერი ხდება უფერო და ასე მრავალი სიტყვა. აი ამისთვის მეგრელები გამოიყენებენ არა U-ს, იქ უკვე გამოიყენება ასეთი მარცვალი ვა, ანუ V გამოიყენება ამ შემთხვევაში. ანუ აქ პირიქით გვაქვს შემთხვევა. ეს როგორც წესი არის ვა, მაგრამ თუ ჩვენ მეგლუს კარგად ჩავხედავთ, იქ ძალიან იშვიათად, მაგრამ ასეთივე უარყოფის ნაწილაკად გვევლინება ვოც. მე ცოტა ხნის შემდეგ გეტყვით ძალიან საინტერესო მაგალითებს ინგლისურ ენაში, თუ როგორ შეიძლება იქ მეგრული ენის და ქართული ენის ამოცნობა და ნახვა. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მეგრულ ენაზე დაგელაპარაკებით გადაცემის ბოლოსკენ რამოდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. აი ეს სამი ასონიშანი უაღრესად ღირებული რამ სამწუხაროდ ამოღებული იქნა დიდი ქართველი ადამიანის ილია ჭავჭავაძის თაოსნობით. ამაზე ბატონ რამას ჰქონდა ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა. გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ყოველ წელს ტარდება საზეიმო ღონისძიება და ცნობილ ქართველებს გადასცემენ ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიას და სთხოვეს ბატონ რამას რომ იქ ჩაბრძანებულიყო და ფულადი პრემია უნდა გადასცემოდა, რომელიც მისთვის ამ ხელმოკლე ცხოვრებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თანხა იყო, მაგრამ ბატონი რამას პატარიძე არ წავიდა და ოდესაც მას მისი შვილი დაელაპარაკა ბადრი, ან მე დაველაპარაკე და ვკითხეთ თუ რატომ თქვა უარი, მან დიდი პატივისცემა გამოხატა ილია ჭავჭავაძის მიმართ, მაგრამ მან დააფიქსირა, ბატონმა რამასმა დააფიქსირა უარყოფითი დამოკიდებულება იმისთვის, რომ მე-19 საუკუნის ცნობილმა ქართველებმა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით რატომ მოკიდეს ხელი და ამოიღეს ეს სამი ასონიშანი ანბანიდანო. სიმართლე გითხრათ, ეს რამას პატარიძეს შეუულია ამის თქმა, ეს დიდი ანბანთ მცოდნე ადამიანია, მსოფლიოში მას ვერავინ ვერ შეედრება. ანბანის შესწავლის თვალსაზრისით რამას პატარიძე პირველი მეცნიერია დედამიწაზე, რომელსაც ოდესმე უარსებია მისი აღმოჩენა, ქართული ესომთავრული ანბანის აღმოჩენა, მისი კალენდარული შინაარსი და კიდევ მრავალი სხვა რამ, ეს შეუდარებელია, შეუფასებელია. ამიტომ ამ ადამიანს ჰქონდა ამის უფლება, რომ გაეკრიტიკებინა ისეთი დიდი ქართველებიც კი, როგორიც არის ილია ჭავჭავაძე. მაგრამ ამ შემთხვევაში უშუალოდ მე ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ ასევე ვისაუბრო და აქ გაგიზიარებთ, რასაც ვეთანხმები მე, ცნობილი ქართველი აკადემიკოსის ბატონი პაატა კოღვაშვილის მოსაზრებას, რომ ვინაიდან ქართულ ანბანს გააჩნია სამი სახე და ასეთი არც ერთ სხვა ენას არ გააჩნია ჩვენ ქართველებს იმისთვის, რომ წინ გავიწიოთ, იყოს პროგრესი მუდმივად ჩვენ ცხოვრებაში, საჭირო იყო და ალბათ აუცილებელიც, რომ მე-19 საუკუნეში ის ასონიშნები, რომლებიც არ გამოიყენებოდა ჰე, ე, ვიე და ასევე ხარ, რომელსაც ჩვენ ვეღარ გამოვთქვათ, აღარ გამოიყენებოდა
ისევე როგორც ეს ადრეულ საუკუნეებში, ამიტომ მათ ჰქონდათ ამის უფლება და საჭიროც იყო, რომ ქართულ წინსვლას ხელი არ შეშლოდა და ამიტომ ამ 3 და 4 ასონიშანის ამოღება არ არის შეფასებული უარყოფითად. მეც ვეთანხმები ბატონ პაატას, აქ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გაგვაჩნია 3 ანბანი, მათგან 100 მთავრული, რომელიც გამოიყენება საეკლესიო ცხოვრებაში, ასევე ნუსხახუცურის გამოიყენება, იქ ეს მე-19 საუკუნეში ამოღებული ასონიშნები შენარჩუნებულია და შესაბამისად ჩვენ არ დაგვიკარგავს ეს ასონიშნები. ეხლა მოგახსენეთ, რომ სახელდებით ეს 3 ჰ, ე და ვიე სახელდებულია მე-19 ასონიშანი რაეს სტილზე და ჩვენ ამჟამად შეგვიძლია რომ ვილაპარაკოთ ვიზრე გადავალთ სახელდებებზე, რომ სახელდება ქართულში ასეთნაირად იყოფა. ანით სახელდებულია 21 ასონიშანი, ხარით სახელდებულია აქ 7 ასონიშანი, რომელიც მოგახსენეთ, შემდეგ რაეთი სახელდებულია 4 ასონიშანი, აი მე გითხარით ეს რას ნიშნავს და ილით სახელდებულია 2 ასონიშანი. ყველა მათგანი გამოიყენება თვარის კალენდარში, გარდა ერთისა, რომელიც არის აი ეს ბოლო ლასი. და ვიზრე ჩვენ გადავალთ ლას დედამიწის კალენდარზე, მე მინდა მანამდე წარმოგიდგინოთ კიდევ ძალიან საინტერესო ინფორმაცია ფინიკიური ანბანის შესახებ. წინა გადაცემაში მე გითხარით, რომ ქართული ანბანის ერთება გამოისახება ანით, ბოლოსწინა ხარით და დამამთავრებელი ასონიშანით ჯანით. აი ეს ერთება თვარის ღმერთის გრაფიკა, მისი ზოომორფული შვილი ხარი და ეს ჯვარი, დიაგონალური ჯვარი ამთავრებს ქართულ ანბანს. ანალოგიური, მე გითხარით, რომ აქვთ ფინიკიელებსაც. აი წარმოგიდგენთ ახლა ფინიკიური ანბანის სტრუქტურას, იქ 22 ასონიშანია, ოღონდ განსხვავებით ქართულისაგან, იქ პირველი ასონიშანი არის არა მთვარის ღმერთი, არამედ ხარი, ალეფი. ეს წარმოიდგინეთ დახრილია, ვინაიდან ფინიკიელები წერდნენ მარჯვნიდან მარცხნივ, ამიტომ ის დახრილია მარცხნივ აქვს მიქცეული პირი, ამ ალეფს, ალეფ ნიშნავს სემურად ხარს, იქაც ხარია, მაგრამ განსხვავებით იმისა, რომ ბოლოსწინა ქართული ხარი ასეთია და ის ბოლოსწინა ფინიკიელებთან ის არის პირველი ასონიშანი. შემდეგ ბოლოსწინაზე ვისაუბროთ. ამაზე წინა გადაცემაში თქვი და ის არის სინ, ეს უკვე მთვარის ღმერთია შუმერებთან, მაგრამ იხატება აი ასეთი მოხაზულობით, იმიტომ რომ წააგავს კბილებს და სინ ვინაიდან სემურად ნიშნავს კბილს, ამიტომაც დაამსგავსეს კბილსაც. თუმცა სინ ის მთვარის ღმერთია, ანუ ფინიკიური ერთება ხარი, მთვარის ღმერთი და ბოლოს დიაგონალებით დასრულებული ეს ჯვარი, რომელიც აგერ გამოისახება 22 ასონიშანი ფინიკიურში, ეს ნიშნავს ისეთივე ერთობას, როგორც არის ქართულში, ოღონდ საწინააღმდეგო თვალსაზრისით მთვარის ღმერთი პირველია, ხარ ბოლოსწინა, ხოლო ჯან დამამთავრებელია. აი ასეთია სტრუქტურა ფინიკიური ანბანისა. ფინიკიური ანბანი ითვლება დედა ანბანად ყველა ანბანისა. მე წარმოგიდგენთ რამოდენიმე მაგალითს, რომ თქვენთვის თვალსაჩინა იყოს თუ როგორ მუშაობს ანბანის დაბადების პროცესი. აი, აქ წარმოდგენილია ალეფი. ხარის რქებია, დაწოლილია იყურება მარცხნივ, ხოლო შემდეგ ბერძნებმა ის ფეხზე დააყენეს და მივიღეთ ალფა. აი ეს ალფა ფინიკიურიდან მომდინარეობს, შემდეგ ის გადავიდა ეტრუსკებთან, როგორც შემდეგ უკვე გადავიდა ევროპულ ქვეყნებში, ევროპულ ხალხებში და მათ ანბანში ასევე გამოიყენება. აი ეს არის ტრანსფორმაცია ფინიკიურიდან ხარის ტრანსფორმაცია, რომელიც იყო ალეფი და შემდეგ ის გახდა ალფა. ასეთივე პრინციპით გრძელდება სხვა ასონიშნებთან მუშაობა. აგერ წარმოგიდგენთ, ეს არის ბეტა, თანამედროვე ბეტა, ბერძნებთან, ლათინებთან და თავიდან ის იყო ბეთ, სემურად, ფინიკიურად ის იყო სახლი, მას სახლის ფორმა აქვს, იყურებოდა მარცხნივ, ვინაიდან იწერებოდა მარჯვნიდან მარცხნივ, გარდა იმისა, როგორც ჩვენ წერთ მარცხნიდან მარჯვნივ, ხოლო ისინი წერდნენ პირიქით. ამიტომ შეატრიალეს ბეთის თავი მეორე მიმართულებით და ის უკვე იყურება მარჯვნივ, ვინაიდან ბერძნების და ევროპელებიც დღეს ასე წერენ. აი ეს არის ბ-ის წარმოშობა, როგორ ხდებოდა. შემდეგი სურათზე წარმოგიდგენთ მესამე ასონიშანს ფინიკიურში, ეს არის გიმელი.
ხლავისაც იცის ამერიკული სიგარეტი კემელი, აი კემელი აკლემი რო ხატია, ამას ნიშნავს რომ გიმელ ფინიკიურად ნიშნავდა აკლემს. ამიტომ ეს დაწოლილი მარცხნივ რომ იყურება ასონიშანი, რომელსაც ერქვა გიმელი, რომელიც შემდეგ შეატრიალეს უკვე ბერძნებმა მარჯვნივ და ის გახდა გამა. აი ეს ასონიშანი ახლაც გამოიყენება კირილიცაში, ასეთივე ფორმით მას გ ასონიშანი ქვია. აი ბოლოს წინასაც გაჩვენებთ, ეს ბოლოს წინა, ეს არის კბილი, როგორც ჩანს ეკრანზე, შემდეგ მას ერქვა სინ, ეს კბილიც არის და მთვარის ღმერთიც იყო შუმერებში, უბრალოდ კბილი ეს არის ფინიკიელებთან და შუმერებთან იყო მთვარის ღმერთი. შემდეგ ბერძნებმა დააყენეს ფეხზე, შეატრიალეს მარჯვნივ და მივიღეთ რაც მივიღეთ. ეს არის უკვე ბერძნული სიგმა. აი ასეთი არის ქართული და ფინიკიური ანბანების მსგავსებაც და განსხვავებაც მათ სახელდებაში. მე წარმოგიდგინეთ სურათი, რაც შემეძლო მეჩვენებინა თქვენთვის, რომ ქართული სახელდება როგორ პრინციპზე აგებული, ხოლო შუმერული სახელდება აგებულია სხვანაირად. ისევ დაუბრუნდეთ ქართულ ასონიშნების სახელდებას და აქ გეტყვით რომ რაე, რომელიც საფუძვლად დაედო რამაზ პატარიძის მიხედვით მერვეს, მე-15-ეს და 22 ასო ნიშნებს, ეს არის გამაერთიანებელი ასონიშანი მზის და მთვარის კალენდარისა და ის მე-19 ადგილზე არის განლაგებული. რატომ მე-19-ზე? იმიტომ რომ მთვარის წელიწადი სხვანაირი პრინციპით არის აწყობილი, ვინაიდან მისი თვე 29 ნახევარ დღეღამიანია, ხოლო მზის კალენდარი არის 30 დღიანი, ამიტომ ისინი ერთმანეთს ვერ დაემთხვევა. მთვარის კალენდარში, როცა ის 12 თვიანია, გვაქვს 354 დღე, როდესაც 13 თვიანია 384 დღე. იმისთვის რომ 365-დან გასწორდეს, ამისთვის 19 წელის გავლა საჭირო და 19 წლის გავლის შემდეგ მზის კალენდარი უსწორდება მთვარის კალენდარს და იწყება ახალი ციკლი. ბერძნები ამას ეძახდნენ მეტონის ციკლს, 19 წლიან ციკლს. ესე იგი, რაე და მისი გრაფიკული მოხაზულობა, რომელიც აქ ჩვენ გვაქვს, გვანახებს მას ძალიან ბევრი მნიშვნელობა გააჩნია, ბევრი შრე გააჩნია ინფორმაციისა, მაგრამ მოხაზულობის ერთ-ერთი ფენაც გვეუბნება, რომ დიდი აი ეს ხაზი, წრე ხაზი გვეუბნება, რომ ეს სავარაუდოდ მზის კალენდარზე მითითება, ხოლო პატარა ეს ნახევარწრე გვეუბნება რომ ეს მთვარის კალენდარია, ხოლო რაე გამოერთიანებელია მზის და მთვარის კალენდარებისა. გარდა იმისა, რომ ის არის დინამიური, მბრუნავი, ნიშნავს ეგვიპტელებთან მზეს და მზის ღმერთს, რამზესზე მე გელაპარაკეთ ადრეც, ეს რა და მზე იმათთან მზე არის ეგვიპტელებთან, ფარაონსაც რამზესი არ ქვია ტყუილად, მასში არის როგორც რა, ასევე სიტყვა მზეც, ქართული სიტყვა მზეც, აი რა ეს გრაფიკა ამაზე მიუთითებს, აი ეს 19 სწორედ მეტონის ციკლითაა განსაზღვრული. ესე იგი, ჩვენ უკვე დავადგინეთ, რომ სახელდებით 35-დან 33 შეეხება მხოლოდ მთვარის კალენდარს, როგორც სახელდება, მაქედან 1-34 რაე შეეხება მზის კალენდარსაც და მთვარის კალენდარსაც, ხოლო აი ბოლო ლასი მე-12 ასონიშანი ის მხოლოდ მზის კალენდარის აღრიცხვის დროს გამოიყენება. მთვარის კალენდარში ის არ გამოიყენება. აი რატომ ხდება ეს ასე და რატომ ქვია მას ლას, მე ისევ შეგახსენებთ. ბატონმა ალიკო ცინცაძემ შესანიშნავად დაადგინა, დაამტკიცა და დაადასტურა, რომ ლასი, სახელწოდება ლასი, ის შემადგენელი ნაწილია სიტყვისა კაბალა, პირველი კა, ეს არის სული მიღმიერ სამყაროში, მეორე ბა, ეს არის სული ხორცილ სამყაროში, ხოლო ლასი, როგორც წრის აღმნიშვნელი, აი წელიწადი რომ დამთავრდება ლასი მე-12 თვე არის ამ დროს, აი ეს წელიწადი სრულდება, ესე იგი, ქრისტეს შობამდე ქართველებს წარმოდგენა არ ჰქონდათ თქმა უნდა ესეთი როგორიც არის ჭეშმარიტება, მათ თავისი წარმოდგენა ჰქონდათ და ის ყველაფერი გადმოცემული არის ანბანში. აი ეს კაბალა აღმოჩნდა რომ ქართული სიტყვაა და ლასი გამოერთიანებელია მიღმიერი სამყაროში არსებული სულისა, ვიდრე და ბავშვის დაბადების, ამ ქვეყნიურ სამყაროში სულისა და გარდამავლობის მანიშნებელი არის. მაგრამ რატო დაერქვა მას ლას, რატო დაემატა მარცვალი ა და ს? ამასაც ასეთი განმარტება მისცა ბატონმა ალიკომ და მე ამას გავიმეორებ, რომ კა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაძლევს 21-ს, კა 20-ია, რიცხვითი მნიშვნელობა მისი არის 20, კანის
და ანის 1-ია, 20 რომ მივუმატებთ 1-ს, მივიღებთ 21-ს, ეს 2-იანი და 1-იანი ისევ ბატონ ალიკოსთან არის მოცემული 100 ნიშნავს, გილგამეშიდან მოყოლებული და ამირანი დაწყებული და გილგამეშით მოყოლებული. იგივე ციფრებს გვაძლევს ჩვენ B მეორეა და A პირველი, ამ შემთხვევაში პოზიციური შეერთება ხდება, 2-იანი და 1-იანი დაიდება ერთმანეთთან და ისევ 21-ს მივიღებთ, ხოლო A-ს იმიტომ ემატება ამას A და S, რომ A ეს გახლავთ პირველი ასონიშანი, ხოლო S გახლავთ მეოცე ასონიშანი. აქაც პოზიციურად დაიდება S და A, ისევ 21-ს მივიღებთ. ამიტომ არის ლასის სახელდება ლასი და არა სხვა რაღაცა, მაგალითად არ არის ლამ ან ნებისმიერი ან ლაშ ან რაღაც ასეთი არ მოუგონებიათ. ლასაც თავისი შინაარსი გააჩნია. ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ მე სახელდებითი ნაწილი ამ შემთხვევაში ამოვწურე თვარის კალენდარს ახლა ვემშვიდობებით და გადავდივართ მზის კალენდარზე. მზის კალენდარის პრინციპი კი შემდეგნაირია. ამას ყველაფერს იწყებს, რა თქმა უნდა, თავარი ასონიშანი ლას და ვინაიდან ის არის მე-12, ხოლო რიგითი ნომერი მე-12-ია, ხოლო რიცხვით მნიშვნელობა 30-ია. ლასი, როგორც წინა გადაცემებში არაერთხელ მოგიყევით, ჩვენ გვაძლევს 12 თვეს, თითოეული თვე 30 დღიანია. 12 × 30 გვაძლევს 365 დღეს. ახლა მე წარმოგიდგენთ მზის კალენდარის ასეთ სურათს, აქ 35-ვე ასონიშანია მოცემული. პირველი ჰორიზონტალური ხაზი 12 თვეა, აქ უკვე გამოიყენება თვეების აღსანიშნავად 1-დან 12-მდე რიგითი ნომრები, თუ ავიღებთ მაგალითად 6-იანს, ეს არის V ასონიშანი, ეს ნიშნავს მე-6 თვეს, თუ ავიღებთ მე-10-იანს, ანუ ამ შემთხვევაში დავწერთ I-ს, ეს გვაძლევს მე-10 თვეს და მე-12 თვე არის ლასი, L. აი, ყვითლად მოცემული ასონიშნები ჰორიზონტალურ პირველ ხაზზე ჩვენ გვაძლევს მზის კალენდარის 12 თვეს. ანით დაწყებული, ლასით დამთავრებული. შემდეგ ყვითლად წარმოდგენილია 30 ასონიშანი. აი ეს 30-ვე, რომელიც აქ მთავრდება ძილთან. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 30 დღე თითოეული თვისა. ესე იგი, თუ ჩვენ მაგალითად ვამბობთ B და D, B პირველი წერია, ეს არის მეორე თვე მზის კალენდარისა, ხოლო D ეს არის მე-4 დღე ამ თვისა. ესე იგი, ასეთი პრინციპით გამოიყენება უკვე მზის კალენდარში. განსხვავებით მთვარის კალენდარისგან, მთვარის კალენდარში იქ მუშაობენ სახელდებები, ხოლო მზის კალენდარში აქ მუშაობენ უკვე რიგითი ნომრები, რიგითი სათვალავი ქართული ასომთავრული ანბანისა. წილად გაფერადებული ბოლო 5 ასონიშანი წილ, ჭარ, ხან, ხარ და ჯან, ეს არის 5 ბოლო დღე წლისა. 360 რომ დაემატოს 5 დღე, აი ამ დღეებს გვიჩვენებს ჩვენ 31, 32, 33, 34 და 35 ასონიშნები ქართული ასომთავრული ანბანისა. შემდეგ იმისთვის რომ ჩვენ ეს ეგვიპტური კალენდარი იყო და ამ 5 დღეს ეპაგომენი ქვია, ეგვიპტელებს ჰქონდათ 365 დღიანი მზის წელიწადი, ისინი არ იყენებდნენ ნაკიან წელიწადს, უფრო მეტიც ეგვიპტელი ფარაონი ტახტზე ასვლისას დებდა ფიცს, რომ ის არც ერთ შემთხვევაში არ გამოიყენებდა აი იმ დამატებით ერთ დღეს რომ გვაქვს ჩვენ 29 თებერვალი, ასე დღეს ის არ გამოიყენებდა. ეს იყო აკრძალული ეგვიპტელი ქურუმების მიერ. ამიტომ ისინი 365 დღეზე ჩერდებოდნენ. აი ეს პრინციპი ჩვენ ასომთავრული ანბანით უკვე გიჩვენეთ, წარმოგიდგინეთ. შემდეგ უკვე იწყება წილის 31 ასონიშანის ორი კორექცია, ამაზე ახლა მოგიყვებით, წარმოგიდგენთ სხვა სურათებსაც. ამიტომ მე მინდა ვიდრე წილთან მივალ, მანამდე წარმოგიდგინოთ ჩვენი მე-4 ასონიშანი, რომელიც მზეს აღნიშნავს და გითხრათ რომ დონი აღნიშნავს მზეს. ის არის მე-4, ხოლო მისი რიცხვი არის 4. აი ეს მზე ნიშნავს ზემოდან ჰორიზონტალური ხაზით, რომ ის ავიდა თავის მსვლელობის უმაღლეს წერტილში. ის აი ამ მომენტს ასე წარმოგვიდგენს. აი ეს არის ქართული დონი. ქართული დონი წარმოგიდგენთ იმიტომ, რომ გითხრათ, ეს არ არის მხოლოდ ქართული ასონიშანი. ეს არ არის მხოლოდ ნიშანი ქართული, ასე ვიტყოდი, ასონიშანი ქართულია, მაგრამ ის გამოიყენებოდა ძველ ცივილიზაციებში თავისი დანიშნულებითაც. რა დანიშნულება გააჩნია? ამას გაჩვენებთ მაგალითად შუმერებთან. შუმერ ხელისუფალს ხელში უკავია დონი, ოღონდ იქ
ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ქართულში ზემოდან არის, აქ ამ შემთხვევაში ჰორიზონტალური ხაზად არის გადაქცეული, ხელში უკავია და ის მისი ძალაუფლების აღმნიშვნელია. აი ეს ჯოხი, იგივე ჰორიზონტალური ხაზია ქართული დონისა, ხოლო აი ეს წრე, იგივე წრეა, რაც ქართულში დონისა. შუმერებთან დონს აი ეს მნიშვნელობა გააჩნდა. ეს იყო ძალაუფლების აღმნიშვნელი ხელისუფალისა. ეგვიპტელებთან დონის ნიშანი, იმას რა თქმა უნდა დონი არ ქვია, ეს სხვანაირად იწოდებოდა შუმერებთანაც და ეგვიპტელებთანაც, მაგრამ ეგვიპტელების დონი აქ ამოტრიალებულია ქართულისთან შედარებით, ხაზი გადმოსულია, ჰორიზონტალური ხაზი გადმოსულია ქვემოთკენ და ეს არის გარდაცვლილ სულთა სამყარო, იგივე ოსირისის სამყაროს აღმნიშვნელი ნიშანი. რატომ არის ხაზი დაბლა გადმოსული? იმიტომ რომ მზე თავისი უმაღლესი წერტილიდან, როდესაც ჩაესვენება და ღამდება, ის ამ დროს მიემართება გარდაცვალებულთა სულებთან, იქ ანათებს მოკლედ ასეთი წარმოდგენები იყო ეგვიპტელებთან, ანათებს მათ სულს, ამას ქვია ოსირისის სამყარო ქვია და ასეთი ნიშანიც გააჩნია. სხვადასხვა სვანებთან ასეთი წესი იყო, შეიძლება ეხლაც გრძელდებოდეს სვანეთში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ტრადიცია ასეთი არსებობდა, რომ ღამის დადგომისას გარდაცვალებულთან სვანებს აკრძალული ჰქონდათ ტირილი აღარ შეიძლებოდა, ვინაიდან ღამით მზე უკვე წასულია არ ჩანს ჩვენთვის ცოცხალი ადამიანებისთვის და ის ჩაესვენა გარდაცვალებულ სულთა სამყაროსკენ, ესე იგი მზემ გაანათა უკვე ის სამყარო, სადაც გარდაცვლილების და სულები იმყოფებიან, ამიტომ ის სიხარული მზემ მათთან ჩაიტანა, ამიტომ ღამის საათებში იქ შეიძლება რომ ხუმრობაც კი ეთქვათ და ამით გამოიხატათ თავიანთი პატივისცემა. სიცილით გამოიხატათ ამ შემთხვევაში, ღიმილით გამოიხატათ და არა ტირილი იყო აკრძალული. როდესაც მზე ისევ ამოდიოდა და მიცვალებულთა სამყაროში მზე აღარ სუფევდა, მაშინ რა თქმა უნდა ტირილი გრძელდებოდა ისეც, როგორც ამას ტრადიცია მოითხოვდა. აი ეს რომ იცოდეთ, ასეთი ჩვეულება ჩვენთან სვანებსაც ჰქონდათ. შეიძლება ახლაც ასე ხდებოდეს. გავაკეთებ ძალიან საინტერესო არის აი ამ სურათზე გამოსახული დონი. ეს არის ესპანეთში, პროვინცია ბადახოსი, ამ ადგილს ქვია კანჩო როანა, ეს მდებარეობს პორტუგალიის საზღვართან ახლოს. ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის ტაძარი, აღმოჩენილია მე-20 საუკუნეში, შემთხვევით ჭასთხრიდა ესპანელი მოქალაქე და აღმოაჩინეს უზარმაზარი ტაძარი, სადაც საკურთხეველში ქართული დონია გამოსახული. ესპანელებმა არიციან რომ ეს მზის საკულტო ცენტრი იქნებოდა. მათ არიციან რომ დონი ამას ნიშნავდა. ეს გადმოცემაც არ იყო შენახული, რამოდენიმე საუკუნის დაფარული ტაძარი აღმოჩნდა მე-20 საუკუნეში. იციან რომ ეს არის საკურთხეველის ადგილი, მაგრამ რომ ეს არის დონი, რომ ეს არის ქართული ნიშანი და რომ აღნიშნავს მზეს, ეს მათთვის უცნობი იყო. ასე რომ აი თქვენ თვინმე ესპანეთში მოხვდებით, შეგიძლიათ წაბრძანდეთ ბადახოსის პროვინციაში, ქალაქში პატარა ქალაქია, რომელიც გითხარით, კანჩო როანა და თქვენ ნახავთ ქართულ დონსაც. ეს ძალიან საინტერესო კულტურული ადგილია და არქეოლოგიური ადგილია მოსანახულებლად. გარდა ამისა, მე კიდევ შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელების დედაქალაქი, ის ადგილი, სადაც დღეს კაიროა აშენებული, ადრე იწოდებოდა ქალაქად ონი არის მე-16 ასო ნიშანი. ონით სახელდებულია ზუსტად დონი. ესე იგი ონ და დონ ქართულში მზეს აღნიშნავს. ასეთივე ყოფილა ძველ ეგვიპტეში. 4000 წლის წინ იქ დედაქალაქს ეწოდებოდა ონ. შემდეგ ბერძნებმა მას დაარქვეს ჰელიოპოლისი, იგივე მზის ქალაქი. ის იყო ერთადერთი და მთავარი ცენტრი იმ დროინდელ მსოფლიოში მზის თაყვანისცემისათვის. სწორედ ონ ეგვიპტის დედაქალაქი, მაშინდელი ეგვიპტის დედაქალაქი და ქართული ონ ასონიშანი ერთმანეთთან აკავშირებს ამ ორ დიდ ცივილიზაციას, ქართულს და ეგვიპტურს. უფრო მეტიც, მე ახლა ვერსიის სახით წარმოგიდგენთ, რომ რაჭის ქალაქი ჩვენი უძვირფასესი ონი სწორედ იგივეს აღნიშნავს. ეს ვერსიად მოვიხსენიოთ, ამ შემთხვევაში ამას მეტემტკიცება ჭირდება, მაგრამ მას ქართული ონის სახელწოდებას რომ მზე ჰქვია, ამას ვედასტურებს თვითონ რაჭის სახელდებას. რაჭა, რას ნიშნავს რაჭა? რა, ეს არის მზე, ჭა არის ჭა. აი რაჭა უაღრესად საინტერესო ადგილია დედამიწაზე. აქ
თქვენ ნახავთ აი ონი შემოკრებილია მთებით, რომელთა სიმაღლე 4400 მეტრს აღწევს ზღვის დონიდან. წარმოვიდგინეთ 4400 მეტრია, მაგრამ საოცრება არის ის, რომ ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან ათვლილი რაჭაშივე, რომელიც მდებარეობს რიონის მდინარესთან, ის 400 მეტრია სულ. ისე იგი დედამიწის გეოგრაფიის თვალსაზრისით უაღრესად პატარა მონაკვეთზე ჩვენ გვაქვს 4 კილომეტრიანი სხვაობა ზღვის დონისთან ორ წერტილს შორის. ეს არის 400 უმცირესი და 4400 უმაღლესი რაჭაში. ესე იგი მთებით გარშემორტყმულია 4 კილომეტრიანი ღრმული, რომელიც არის განსასვენებელი იგივე ჭა მზისთვის. აქ უნდა მზე ჩამოესვენოს და ამიტომაც ქვია ჩვენს რაჭას რაჭა. მზის იგივე რას ჭა, ხოლო დედაქალაქს, მთავარ ქალაქს ამ შემთხვევაში ქვია on. აი ასეთია რაჭის სახელის ეტიმოლოგიური განსაზღვრა, ვერსიად წოდებული ჯერჯერობით, თუმცა მე მგონია რომ ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ რასაც ახლა წარმოგიდგენთ აი ამ რუკაზე, სამგანზომილებიან რუკაზე, რომელიც მთვარის კალენდარის დროს მოგზაურობს შუა მდინარეში მესოპოტამიაში, მზის კალენდარის დროს მოგზაურობს ნილოსის მდინარესთან ეგვიპტეში, რომელიც საუყავართ ონით საქართველოს კავკასიონში, რაჭაში, ქალაქ ონში და რომელიც ამდენ რამეს გვიყვება ძველი ცივილიზაციების საღმერთო პანთეონებზე, ან მთვარის ღმერთია, ხარ მისი შვილია, რა ეგვიპტის მზის ღმერთია და კიდევ მრავალი სხვა. ახლა ყველაფერს არ ვიტყვი, მომავალში გაგაცნობთ კიდევ ამ ინფორმაციას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ასომთავრული სამგანზომილებიანი კი არა, ის გაცილებით მეტ შრეს და ინფორმაცია შეიცავს და ამისთვის ჩვენ კიდევ შემდეგ გადაცემებში გვექნება საუბარი. ჩვენ ჯერჯერობით გავჩერდით 365 დღეზე მზის კალენდარზე. ახლა გადავიდეთ დღეს მოქმედ 4 წელიან ციკლზე. ეს არის 29 თებერვლით რომ ვუწოდებ ჩვენ 4 წელიანი ციკლი, საიდანაც ერთ-ერთი წელს ნაკიანი წელი ქვია და ამისთვის წილი აკეთებს პირველ კორექციას. აი თქვენ ეკრანზე ხედავთ, რომ წილი ეს 31 ნიშანია. მისი გრაფიკა წინა გადაცემაში მოგიყევით, რომ წილს აღნიშნავს მართლაც ვერტიკალური ხაზის ზედა ნაწილი ეს არის სრული წრე, შუა ნაწილი კი ნახევარწრეა. ნახევარწრე სრული წრის წილია, ის არის რიცხვით 4000, ხოლო 1000 ვითარცა იგივე 1, ეს ნიშნავს 4-ს. აი 31 და 4 ჩვენ გვაძლევს 3 + 1, რომ 4-ის ტოლია და ეს გვაძლევს 4 წელიან ციკლს, საიდანაც 3 წელი გვაქვს 365 დღიანი, ხოლო 1 წელი ის არის 366 დღიანი. ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, რომ აი ეს 1 ნაკიანი წელის დამატებული დღე, დღევანდელი თქმით 29 თებერვალი ემატებოდა ვინთან, ვინის გრაფიკა მე თქვენ მოგიყევით, რასაც ნიშნავდა აი ეს ვინის პირველი მხარე, ეს არის 185 დღის მაჩვენებელი და 5 დღე ემატებოდა რომ ჩამოწეულიყო და სასტორის ზოდიაკოში შესულიყო უკვე 180 დღიან ციკლთან. ესე იგი ზაფხული ჩვენ გვაქვს 185 დღიანი, ხოლო ზამთარი 180 დღიანი. აი ეს 5 დღიანი განსხვავება ქართულ კალენდარში ემატებოდა 6 თვის გასვლის შემდეგ. მე-6 თვე კი არის ვინი და ვინსაც იმიტომ ქვია ვინ, მე მოგიყევით წინა გადაცემაში, რომ ვ-დან გვაძლევს ჰემატრიულად 66. იგივე 6-იანი და 6, როგორც რიგითი ნომერი და რიცხვით მნიშვნელობა. ესე იგი ჩვენ უფრო მეც ვიგებთ ქართულ ანბანზე, რატომ ქვია ლასს ლასი, რატომ ქვია ვინს ვინი და ეხლა კიდევ მოგიყვებით თუ რატომ ქვია დონს დონი. დონი მე-400 ნიშანია, ის განახეთ წინა სურათში როგორიც არის, რიგით მე-4-ია, რიგითი ნომერი 4-ია, ხოლო მისი სახელდება არის დონ. რას ნიშნავს დონ? დონ რატომ ქვია მას დონ? ახლა ამასაც აგიხსნით, იმიტომ რომ ის არ არის არც დან, არც 딘, არც დენ, ის არის დონ და უნდა ყოფილიყო დონ, იმიტომ რომ მას კალენდარული შინაარსი უნდა ჰქონოდა. ახლა გაჩვენებთ რატომ არის ასეთი აუცილებლობა. კიდევ ერთხელ დონის სურათი, ესე იგი D მე-16 ნიშანია, O მე-4-ია, წითელი ფერით არის აღნიშნული, D მე-4-ია, რიგითი სათვალავი 4-ია,
O მე-16-ია, ეს მეორეა, შუაში არის ეს O ასონიშანი, ხოლო N მე-14-ია. აი ეს მე-14 ასონიშანია. მათი რიცხვითი მნიშვნელობა, აი ქვემოთ ჯამი რომ მოყვანილი 4-ისა 4-ია, 16-ისა 70-ია. აი როდესაც ვნახავთ მე-16 ასონიშანს on, ეს 70-ია რიცხვითი მნიშვნელობით, ხოლო NAR მე-14 ასონიშანი ასევე გვაძლევს 50-ს. ესე იგი ქართული ჰემატრია გვაძლევს ჯამს დონისას 4-ს, უნდა მივუმატოთ 70, მივუმატოთ 50 და მივიღებთ 124-ს. რას ნიშნავს 124? წითელი ფერით მოცემულია 4 წელიწადი და 124 წელიწადი. რატომ ხდება ეს? ერთხელ მე გადმოგეცით, კიდევ გავიმეორებ, რომ აი დონის სახელდება, ისევე როგორც წილის გრაფიკა, წილის სახელდება და ყველა ქართული ასონიშანის სახელდება ემსახურება ასტრონომიის ზუსტად გადმოცემის ფუნქციას. აი ახლა გაჩვენებთ უკვე მეორე კორექციას. როდესაც ჩვენ მივიღეთ ერთი 4 წლეული და განახეთ ეს 4 წლეული უკვე. აი ეს 4 წლეული მეორე სურათზე ერთი 4 წლეულის გაკეთების შემდეგ იწყება მეორე კორექცია. აი ეს მეორე კორექცია გულაპარაკება შემდეგს, რომ ის ერთ-ერთი ზედმეტი დღე, რომელიც გროვდება 128 წლის განმავლობაში, ამოიღება 29 თებერვალი, ნაკიანი წლის ერთი დამატებითი დღე, ამოიღება ანგარიშიდან, კალენდარული ანგარიშიდან და ჩვენ უკვე ვიწყებთ წლის მეორე კორექციას. აი 4 წლიანი ციკლი უნდა განმეორდეს 31 ჯერ, ეს წლის ახალი დანიშნულებაა. 31 ჯერ 4, მათი ნამრავლი გვაძლევს 124-ს, ზუსტად იმ 124-ს, რომელიც დონშია მოცემული, ესე იგი დონის 124 ეს იგივე არის, ხოლო ამ 124 წელიწადს, სადაც 31 ნაკიანი წელიწადია, 31-29 თებერვალია, ჩვენ ამ 124 წელიწადს უმატებთ ერთ 4 წლეულს. უკვე აქ ჩანს ეს ყველაფერი, რომ ეს ერთი 4 წლეული ამ შემთხვევაში უნაკო წლების 4 წლეულია. წლის 4 წლეული, უნაკო წლის 4 წლეულია. აქ უკვე 366 დღე, 29 თებერვალი დღევანდელი ანგარიშით და მაშინ ეს იყო ისევ წილი ვინის, ანუ 6 თვის გასვლის შემდეგ აღარ გამოიყენება და ყოველ წელს ჩვენ რომ გვიგროვდება ზედმეტი 11 წუთი და 14 წამი, რის გამოც გვაქვს ძველი ახალი წელი და ახალი ახალი წელი, ეს დაგროვილი 13 დღე, ამის გამო დაგროვილი 11 წუთმა და 14 წამმა, ეს არის განსხვავება ჩვენს დღეს კალენდარსა და ასტრონომიულ კალენდარს შორის. დედამიწას უნდება 11 წუთით და 14 წამით ნაკლები დრო, რომ შემოუაროს მზეს ერთი წლის განმავლობაში. აი ეს 11 წუთი და 14 წამი გვაძლევს იმ რაოდენობას 128 წელიწადში, რომელიც უდრის 24 საათს, იგივე ერთ დღე-ღამეს. ამიტომ ქართული კალენდარის წილის მეორე კორექციის შემდეგ სწორდება. ეს ინფორმაცია აღმოაჩინა დიდმა ქართველმა ბატონმა რამაზ პატარიძემ, მას წარმოუდგენელი პატივი ეკუთვნის ქართველი ხალხისგან და არა მარტო ქართველებისგან, ის მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენის მატარებელი მეცნიერია. აი ეს მზის კალენდარიც, რომელიც ასე და ასეთნაირად მთავრდება, შემიძლია რომ ეს ამ სურათს კიდევ ერთხელ შეხედოთ. ქართული ასომთავრული ანბანი, ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს რუკას. აი ეს დიდებულება მტკიცდება რამაზ პატარიძის, ალიკო ცინცაძის და კიდევ სხვა დიდი ქართველი მეცნიერების წინაგადასემაში ვახსენე ქალბატონი ანა მესხი, მათი შრომებით მტკიცდება ის დრო 3000 წლიდან 8000 წლამდე, აი ეს ბურუსით მოცული, ბნელით მოცული 5000 წელიწადი ნელ-ნელა ნათდება. მე გითხარით რომ ძალიან მომწონს ეს რუკა, იმით რომ მას ფიროსმანისეული სახე გააჩნია. ფიროსმანს ერთ-ერთი წესი ჰქონდა, რომ მუქ ფონზე ნათელი ფერებით გამოიხატა ქართული სილამაზე და ქართული სული. აი ეს ანბანი წარმოიდგინეთ ბურუსით მოცულ, მუქ ფერებში წარმოდგენილ 5000 წლის გამონათებაა.
აი ეს რაც იყო დაბნელებული ქართული ისტორიიდან, ქართული ცივილიზაციის ისტორიიდან, აი ეს 5000 წელი ნელ-ნელა ნათდება ქართული ასომთავრული ანბანის მიერ. აი ეს წარმოდგენა შექმნა ზუსტად ამ რუქამ მრავალ განზომილებიანმა და არა მხოლოდ სამ განზომილებიანმა, მას გააჩნია ათვლა დროში, მას გააჩნია გეოგრაფიული ათვლაც, მას გააჩნია ცოცხალი უნარი, რომ გველაპარაკებოდეს უკვე ჰემატრიის ენაზე რომ ვთქვათ, რომ ქართული სიტყვა წელი შეიქმნა ძველი წელთაღრიცხვის 1500-დან ვიდრე 4000 წლამდე პერიოდში. ის რომ ქართული სიტყვა მზე, იგივე მზ სვანურად შეიქმნა ძველი წელთაღრიცხვის 1500 წლიდან მოყოლებული უკვე ჩვენსკენ წამოსული სიტყვა წელიწადი, რომელიც თავისი ჰემატრიით 94-ია, შეიქმნა ასევე ძველი წელთაღრიცხვის 1500 წლიდან მოყოლებული დღემდე პერიოდში. ქართულ სიტყვებს, ქართული ერის ისტორიას, ქართული ჰემატრია, ქართული ასომთავრული ანბანი და გვიყვება ზუსტად გამოხატული რიცხვებში, წლებში და ეს დასტურდება ასტრონომიის საშუალებითაც. აი ეს რაც მინდოდა მოგახსენეთ თვარის კალენდარზე და მზის კალენდარზე, წინა გადაცემაში იქ ჩვენ ვისაუბრეთ სიტყვა კრიმანჭულზეც, ამას ახლა დაუბრუნდები. მკითხეს ეს აკაკი წერეთლის რომელ ლექსში ნახეთო სიტყვა კრიმანჭიო და ეს ლექსი არის ჩონგურო ჩემო ჩონგურო. იქ აკაკი წერეთელი კრიმანჭულს არ ამბობს, ის ამბობს კრიმანჭი. აი წავიკითხავ ამ პატარა მონაკვეთს. ჩონგურს მიმართავს ამ შემთხვევაში აკაკი წერეთელი. შენი კრიმანჭი წკრიალი, ხელახლად მომეწყურაო. ესე იგი კრიმანჭი წკრიალი, ეს ულამაზესი გამოთქმა არის, ძალიან კარგად არის გამოხატული სიტყვა კრიმანჭი, როგორც ასეთი არსებობს. მოგიყევით რომ ინგლისურში კრი, იგივე ქართულად კრი აღნიშნავს ინგლისურში cries, ხოლო მანჭი, დამანჭვა, სახის დამანჭვა იქ არის manch, ასევე იწერება და მე მინდა რომ ისევ შეგახსენოთ წინა გადაცემაში მე მოგიყევით უკრაინელი ლინგვისტის შესახებ, ეს არის ბატონი არტემ ივანცოვი, ლინგვისტი, რომელსაც უჭირს საქართველოში გამომგზავრება, არადა მას საქართველოში ელოდება ძალიან დიდი საქმეები. მისი სურვილია რომ საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის ხელისუფლებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ერთიანი და უკრაინის მეცნიერებთან ერთად შექმნან ერთიანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის მცირე აზიაში, საქართველოში, იგივე უკრაინაში არსებულ გეოგრაფიულ ადგილებს, როგორიცაა ტროა. ის ტროა ხელახლა აღმოაჩინა არტემ ივანცოვმა, რომ იქ არ მდებარეობს, რომელიც ახლა გონიათ, ის სხვა ადგილას მდებარეობს და სწორედ მისმა დაუღალავმა შრომამ მიუთითა ტროას ნამდვილ-არსებობაზე. ამისთვის მას გამოადგა ქართული ენის, ქართulis, ლაზურის, მეგრულის და სვანურის უბადლო ცოდნა და მის 4 წიგნში, უბრალოდ 5 წიგნში, 4-მეული ეს არის ორ იბერია შორის, ეს მისი პირველი ტომია, წინა გადაცემაში წარმოგიდგინეთ. და კიდევ მეხუთე წიგნი ეს არის ნამდვილი ტროას აღმოჩენა. აი ეს ამ წიგნებზე გეტყვით, მაგრამ მაინც კიდევ მე მინდა რამოდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ აი არტემ ივანცოვიდან, რომ უფრო მეტად დამაჯერებელი გახდეს ჩემი მოთხრობა მის შესახებ. მე გადაცემის დასაწყისში გითხარით, რომ ქართულ სიტყვაში ხოკვა, მეგრულად ეს არის ხოკუა და ეს ნიშნავს წვერის გაპარსვას. მეგრულ ენაში ასე არის. ქართულად ეს არის დაკაწვრა, დაფხაჭნა ლოყისა. აი ხა თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ რა საშუალებას გვაძლევს აი ეს ხოკუა და ხოკვა, იგივე მისი ძირია ხოკ, რომ ამოვიცნოთ ქართული ენა, უпроსტად მეგრული ენა, მაგალითად, ჩრდილო ამერიკელ ინდიელების ენაში არსებულ სიტყვაში. ეს სიტყვა არის ყველაზე ცნობილი სიტყვა ინდიელებისა, ეს არის მათი საბრძოლო და სამუშაო იარაღი, რომელსაც ქვია tomahawk, იგივე tomahawks ეძახიან ახლა თანამედროვე ენაზე. აი ეს tomahawk ინდიელების სიტყვა და მათი აბორიგენული სიტყვა შეიძლება ითქვას და რას ნიშნავს თუ იცით აბა tomahawk, თუ წარმოგიდგენიათ. tomahawk ნიშნავს ორ სიტყვას გაერთიანებულს. ეს არის ერთი თომა, მეგრულად თომა ნიშნავს თმას, ხოლო ხოკ ნიშნავს პარსვას. აი ეს იარაღი თუ იცით და წარმოვიდგენთ უკვე როგორი არის tomahawk, თუ არ იცით ნახეთ ინტერნეტში, როგორ გამოიყურება, ეს არის
თმის საპარსი იარაღი ინდიელებისთვის. კი ნახიათ ბევრი ინდიელი ფილმებშიც და ნახატებშიც და სურათებშიც ისინი ხშირად თავგადასავლები არიან. აი ამითი თომაჰოკით ისინი იპარსავდნენ თავს და ამიტომაც ქვია მას თომაჰოკი. მეგრული ენა განმარტავს ისევე როგორც ასეულობით ასე ანალოგიურ სიტყვას ამერიკელი ინდიელების აბორიგენულ ასეულობით სიტყვას განმარტავს ქართული, ლაზური, მეგრული და სვანური ენები. აი თომაჰოკი მისი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია. ეს აღმოჩენა ეკუთვნის არჩომ ივანცოვს. 10,000 სიტყვა აქვს მთელი მსოფლიოდან. კიდევ მოგიტანთ მეორე მაგალითს. ყველაზე შორს წავიდეთ, სადაც ცივილიზაცია ცხოვრობს, ეს არის ახალი ზელანდია. ახალი ზელანდია მოგეხსენებათ, ეს არის მაორების ქვეყანა, აბორიგენებს მაორები ქვიათ. ისინი ჩვენ გვინახავს ახალზელანდიელთა რაგბის გუნდში, ეროვნულ ნაკრებში, ბევრი მაორი თამაშობს და ახალზელანდიელების თამაშის წინა ცეკვა, რომელიც ტრადიციულია და ჩვენ მას უყურებთ და ყველას ძალიან მოსწონს მსოფლიოში, რა ქვია ამ ცეკვას? ამ ცეკვას ახალზელანდიელი მაორების აბორიგენების ენაზე ქვია ხაკა. თუ იცით რას ნიშნავს ხაკა? ეს ახალზელანდიელებმა არ იციან, არც მაორებმა არ იციან. ხაკა ისევ მეგრული სიტყვაა. ეს ნიშნავს რტყმას, ხელის რტყმას და კაკუნს, ფეხის კაკუნს. ეს ნიშნავს იმას, რომ ხაკას ეტიმოლოგიური განმარტება ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მეგრელებთან. ეს არის ხაკა და პირდაპირ წარმოადგენს ზუსტად იმ ყველაზე შორს, მაცხოვრებელი დედამიწის ცივილიზაციის ყველაზე შორეული აბორიგენი ერის ყველაზე ცნობილ ცეკვას, სწორედ მეგრული ენა განმარტავს. აი ეს მინდოდა მეთქვა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაჩვენოთ არჩომ ივანცოვის ეს წიგნი. ეს წიგნი საქართველოში იყიდება. ბატონი არჩომის წარმომადგენელი აქ არის ახალგაზრდა საოცარი მეცნიერი, ენაც მეცნიერი ქალბატონი, ეს არის სოფიო კანაშვილი. მე მინდა ვთხოვო ჩვენს დამხმარე გუნდს, რომ ქალბატონი სოფიოს ტელეფონის ნომერი აჩვენოს ეკრანზე, იმიტომ რომ თქვენ მას შემდეგ რაც დაურეკავთ ქალბატონ სოფიოს, თქვენ საშუალება გექნებათ, რომ შეიძინოთ ამ 4 თემოულის და კიდევ ერთი წიგნის ნამდვილი ტროას აღმოჩენის შესახებ ამ ადამიანთან. თქვენ გაიცნობთ არჩომ ივანცოვის 10,000 სიტყვას. არ გჭირდებათ ამისთვის თელეწიგნის საკითხვაც კი, მაგალითად, როდესაც გადაშლით ნებისმიერ გვერდზე, თქვენ იქ დაინახავთ, მაგალითად, თუ კარგად გამოჩნდება ახლა არ ვიცი ეკრანზე, აქ პირდაპირ სიტყვები წერია, რომელიც განმარტებულია, აი ბერძნული კუნძული სამოსი, რატომ ქვია მას სამოსი? რას ნიშნავს ბერძნული კუნძული სამოსი? ასე თითოეული აბზაცში მოცემულია თითოეული სიტყვები და თქვენ ამას შეძლებთ, რომ შეძენილ წიგნში გაეცნოთ. ნებისმიერ გვერდზე გადაშლით, არ გჭირდებათ არაფრის საკითხვა თავიდან. აი რას ნიშნავს ფუძიამა, მაგალითად, ფუძიამა, ეს იაპონიაში მთა, რომელსაც ფუძიამა ქვია. რატომ ქვია მას ფუძიამა? აღმოაჩენთ ქართული ენა განმარტავს. რატომ ქვია იაპონიას იაპონია, რატომ ქვია? ამასაც მეგრულ ენაში იპოვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნებისმიერი გვერდი, ნებისმიერი ფურცელი არჩომ ივანცოვის 4 თემეულისა, ისევე მისი კიდევ მეხუთე წიგნისა ტროას შესახებ თქვენ გაჩვენებთ ქართული ენის ნამდვილ ძლევამოსილებას. 1000-ობით სიტყვა მთელი მსოფლიოდან განიმარტება მხოლოდ ქართველური ენებით, სვანურით, ლაზურით, მეგრულით და ქართულით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. შემდეგი გადაცემები კიდევ უფრო საინტერესო იქნება. კარგად ბრძანდებოდეთ.